დილამშვიდობის საქართველოში 11 საათია და გადაცემა დღის ნიუსრუმი იწყებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. ქართული ოცნების 13 წელი ხელისუფლებაში საიუბილეო თარიღს ბიძინა ივანიშვილი სპეციალური განცხადებით ეხმაურება. როგორ ხედავს ოცნების დამფუძნებელი დღევანდელ საქართველოს და სად იყო და სანამდე მივიდა ჩვენი ქვეყანა. დღეს ამით დავიწყებთ. გიორგი შარაშიძე და ბაკურ კვაშილავა ამჯერად მათ შეფასებებს მოვისმენთ. დაგვალოდეთ დავიწყებთ ზუსტად 60 წამში, იქამდე კი თვალი გადავავლოთ ბოლოს სიახლეებს. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართული ოცნების არჩევნებში გამარჯვებას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ 1 ოქტომბერი თანამედროვე საქართველოსთვის ერთიანობის, ღირსების, თეთრის, შავზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. ივანიშვილის განცხადებით 1 ოქტომბრის მთავარი შემოქმედი ქართველი ხალხია. დიდი ოდენობით სახელმწიფოს თანხების მითვისებაზე დაკავებულ ორ პირს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინება. სავარაუდოდ დღესვე უნდა მოხდეს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. გამოძიების ინფორმაციით, წინასწარ შედგენილი სქემის მიხედვით მითვისებულია გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მდებარე 30 ბაღისა და 4 სკოლის ასაშენებლად განკუთვნილი თანხა. საუბარია დაახლოებით 9 მილიონზე დაკავებულებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასაც ედავებიან. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის ეგრეთ წოდებული შატდაუნი ოფიციალურად დაიწყო. მთავრობის მუშაობის შეჩერება რამდენიმე საათში დაიწყო მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა სენატმა ვერ შეძლო სამთავრობო ხარჯების შესახებ კანონპროექტის მიღება. შატდაუნმა შესაძლოა დროებით შეჩეროს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა სერვისი. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს. გიორგი შარაშიძე, პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო გიორგი და მადლობა რომ გვესწრებთ. დილამშვიდობის, მოგესალმებით. ბატონო გიორგი, დღეს 1 ოქტომბერია 13 წელი გახდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან და მოდით დავიწყოთ იმის შეფასებით, როგორი იყო ოცნების 13 წელიწადი საქართველოსთვის. თვითონ ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვების 13 წელი და მოკლე ამონარიდი მისი განცხადებიდან. ეს დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს დამოუკიდებლობის 35 წლიან ისტორიაში ერთი მხრივ ავტორიტარიზმს, გარე ინტერესების მორჩილებას, შიშსა და ტერორს, ხოლო მეორე მხრივ დემოკრატიას, ეროვნული სუვერენიტეტის ერთგულებასა და თავისუფლებას შორის უმთავრეს წყალგამყოფად იქცა, ასეთია თავად ქართული ოცნების დამფუძნებლის შეფასება. რა სიტყვით თქვენ, სად იყო საქართველო 13 წლის წინ და სანამდე მოგვეყვანა ქართულმა ოცნებამ? ლელა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ დილამშვიდობის, მოგესალმებით მაყურებელს. ძალიან სამწუხაროა, რომ 13 წელი გავიდა და იმ იდეალებიდან, იმ ღირებულებებიდან, რამაც რეალურად შეკრა ქართული საზოგადოება მართლაც, აი ამ დღეს 1 ოქტომბერს 13 წლის წინ ფაქტობრივად არაფერი აღარ დარჩა. რა თქმა უნდა, იყო შანსი, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ წავსულიყავით დემოკრატიული განვითარების გზით, მაგრამ დღეს ამ 13 წლის თავზე გვაქვს სრულიად საპირისპირო. არა და 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალები არსად გამქრალა, ერთ-ერთი მესიჯია. აი ეს არის ზუსტად ეს მესიჯი, აი რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, არის პირდაპირი, ასე ვთქვათ, თვალში ნაცრის შეყრა ქართული საზოგადოებისთვის, რადგან ეს იდეალები არა თუ არ გამქრალა, არამედ საერთოდ აღარ ჩანს. რა შეიცვალა მაშინ? კი ბატონო, გეტყვით. პირველად რომ შემინდა თქვა, რომ ახლა მე მოვახერხე გადამეხედა წამეკითხა წერილი და თავიდან ბოლომდე ეს არის პროპაგანდაზე აგებული გზავნილები. თავიდან ბოლომდე რეალურად აქ სიმართლესთან კავშირი ფაქტობრივად არ არის, ეს მახსენდება ქართული ერთი ანდაზა დაახლოებით 100 თუ შეიძლება შემეშალოს, მაგრამ დაახლოებით ასეთი გაღმა შეედავე, გამოღმა შეგჩებაო დაახლოებით თუ არ ვცდები ესეთი გამონათქვამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ოცნება ყველაფერს სხვას აბრალებს, რასაც თავად აფუჭებს სხვას აბრალებს, რაც თვითონ არის სხვას აბრალებს. დღეს ოცნება თვითონ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი. პირველ რიგში ოცნება. და ამ დროს გამოდის, რომ მთელი მისი პროპაგანდა და ეს წერილიც, აი თავიდან ბოლომდე მთელი ფაბულა ამ წერილის არის, რომ თითქოს რაღაცა საფრთხე მოდის გარე ქვეყნებიდან. დიდი ბოდიში, მაგრამ იმ გარე ქვეყნებში, ვისაც გულისხმობს, ხა არასახელებს გასაგებია, მაგრამ ვისაც გულისხმობს, ესენი ვის გულისხმობს პირდაპირ თქვა, ხო, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპის ქვეყნებს. ანუ იმ ქვეყნებს, რომლებიც აი ჩვენი დამოუკიდებლობის ბოლო პერიოდის, აი 30 წელზე მეტის განმავლობაში ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის, ფეხზე დადგომისთვის, ამ ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიული განვითარებისთვის უზარმაზარი რესურსები ჩადეს ამ ქვეყნებმა. და დღეს ამ ქვეყნებს უცხო ძალებად თითქოს რაღაც ჩვენს მტრებად მოიხსენიებს და ამ დროს
თავად ოცნება არის ჩვენი მთავარი მტრის მოკავშირე, ანუ რუსეთის მოკავშირე. დიდი ბოდიში, მაგრამ სხვა ქვეყნების და უცხო ძალების ინტერესებზე რო საუბრობს, თავად ოცნება ვისი ინტერესების გამტარიც არის. ანუ ჩვენი მთავარი მტრის ინტერესების გამტარი, რუსეთის ინტერესების გამტარი რომ არის, ეს რატომ ავიწყდება? არა და პირიქით კიდევ ერთხელ ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცება უზრუნველყო ქართულმა ოცნებამ, ისე როგორც ერთ-ერთი მთავარი მესიჯი მისი არის ის, რომ ქართული ოცნება ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც მშვიდობის შენარჩუნება შეძლო და მოახერხა ამდენი წლის განმავლობაში და ამ შემთხვევაშიც მოკლე ამონარიც გავაცნობთ მაყურებლებს თუ არ იქნებით წინააღმდეგი ივანიშვილის წერილიდან, ეს არის განვითარების უკეთესი მომავლის ერთიანი საქართველოსკენ მიმავალი ერთადერთი გზა. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება ფეხი დაგვიცდეს, ამბობს ივანიშვილი, რა კონტექსტშიც კიდევ ერთხელ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ უნდა მოხდეს, ხო, სუვერენიტეტის გამტკიცების თვალსაზრისით ქართული ოცნების პოლიტიკის გაგრძელება და უზრუნველყოფა იმის, რომ შენარჩუნდეს მშვიდობა. აი მისივე განცხადებიდან რომ ამოვიდეთ, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყოფილია თუ საფრთხე ემუქრება და სუვერენიტეტს რაც შეეხება საქართველოს დღეს, საქართველოს სუვერენიტეტი დღეს უფრო მტკიცია თუ პირიქით უფრო შეხეული. მოდით დავიწყოთ სუვერენიტეტით. ოცნებას ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი კი არ ჭირდება და კი არ ადარდებს. ოცნებას საკუთარი სუვერენიტეტი ადარდებს. მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მათ სუვერენიტეტი ქვეყნისთვის კი არ ჭირდებათ, საკუთარი თავისთვის ჭირდებათ, იმიტომ რომ სუვერენულად და დამოუკიდებლად გააგრძელონ ამ ქვეყნის ძარცვა. ამიტომ ჭირდებათ. ისინი კარგად ხვდებიან, რომ მას შემდეგ რაც საქართველო გახდება ცივილური, დემოკრატიული თანამედროვე სამყაროს ნაწილი, ანუ ევროპული, ასე ვთქვათ, ოჯახის ნაწილი, რა თქმა უნდა, ისინი ვეღარ შეძლებენ იმ დანაშაულების გაგრძელებას, რასაც ამ წლების განმავლობაში აკეთებენ. ვეღარ შეძლებენ ვერც ფულის მოპარვას, ვერც ადამიანებზე ძალადობას, ვერც ხელისუფლების მიტაცებას. იმიტომ რომ ეს ღირებულებები, ფაქტობრივად ევროპულ ღირებულებებთან ეს დანაშაულები არის, ხო, რა თქმა უნდა, შეუსაბამობაში. ისინი უკვე, როგორ გითხრათ, ანუ ფაქტობრივად შეუთავსებლები არიან ამ ღირებულებებთან. ამიტომ ერთადერთი რაც შეუძლიათ გააკეთონ, გველაპარაკონ სუვერენიტეტზე, თითქოს ეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზეა საუბარი, მაგრამ სინამდვილეში მათ სუვერენიტეტზეა საუბარი, კიდევ ვიმეორებ, რომ არავინ ამ ქვეყანაში, ამ სოფლიოში აღარ დარჩეს, არც რჩევის მიმცემი, არც შენიშვნის მიმცემი, არც ამბის გამტანი. და ყველას ეგონოს, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა მართლაც თითქოს რაღაც დემოკრატია გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში, ხა იქ არის კიდევ ერთი ფრაზა, რომ ავტორიტარიზმი დავამარცხეთო 13 წლის წინ. დიდი ბოდიში რა ავტორიტარიზმი დაამარცხეს, რა თქმა უნდა და დამარცხდა და მაშინ ნამდვილად იყო ავტორიტარიზმისკენ მივდიოდით, მაგრამ დღეს რა რეჟიმი გვაქვს დიდი ბოდიში? დღეს არის ავტორიტარიზმი ისეთი ფორმებით, რაც არ ყოფილა ამ ქვეყანაში. დღეს ხომ არ გვაქვს ჩვენ ამ კუთხით უკეთესი ვითარება. დღეს რა დემოკრატიული განვითარების კუთხით რამე პროგრესი გვაქვს. პროგრესი იყო, დავიწყეთ ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგომა, მაგრამ რასაც ბოლო წელიწადების განმავლობაში განსაკუთრებით ბოლო 4 წელიწადში ოცნება აკეთებს, ამას დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამაზე ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა შეთანხმებული, ამაზე კითხვის ნიშნებიც არ არსებობს. და ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ისინი საუბრობენ სუვერენიტეტზე, კიდევ ვიმეორებ ეს ისინი გულისხმობენ საკუთარ სუვერენიტეტს, საკუთარი გუნდის, პარტიის სუვერენიტეტს, რომ არავინ ხელი შემშლელი არ იყოს იმ 1000 დანაშაულში, რასაც ისინი ჩადიან და ასევე ვამთავრებ ომის თემას მინდა გამოვეხმაურო. ის რომ დღეს საქართველოში არის მშვიდობა და არ არის ომი და არ არის გახსნილი მესამე ფრონტი და ასე შემდეგ, ამაში რამე ოცნების რამე განსაკუთრებული მიღწევა და დამსახურება კი არ არის. ეს რეალობაა, იმიტომ რომ ახლა ბოლო მას შემდეგ რაც 3 წლის რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო იქ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები, რა თქმა უნდა, არაფერში რუსეთს არაფერში არ ჭირდებოდა და არ ჭირდება საქართველოში მესამე ფრონტის გახსნა. არაფერში, მეცაც გეტყვით, ის დღეს აი ამ კოლაბორაციონისტი ხელისუფლების ქართული ოცნების სახით თანამშრომლობით გაცილებით მეტ შედეგებს აღწევს, ვიდრე აქ შეიძლება და მიაღწია მათ შორის სამხედრო ინტერვენციით. ამიტომ ეს ომის და მშვიდობის თემა თავიდან ბოლომდე, კიდევ ვიმეორებ, არის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული გზავნილი, ჩვენი მოსახლეობის მოტყუება პირდაპირ, რომ ვთქვათ, შეცდომაში შეყვანა, როდესაც ჩვენს მეგობრებს მტრება დაცხა
აცხადებენ, ანუ ამერიკას, ევროპას მტრებად აცხადებენ და რუსეთთან პირდაპირ არიან ალიანსში. ბატონო გიორგი, გარემტრების შესახებ მესიჯზე ისაუბრეთ, სუვერენიტეტის და მშვიდობის შესახებ მესიჯებზე დავშვით კითხვა, ახლა უკვე ყოფილ თანაგუნდელებთან დაკავშირებული მესიჯი, რაც ერთ-ერთია, რაზეც ასე ვთქვათ, ივანიშვილი ასევე აკეთებს აქცენტს საკუთარ განცხადებაში. ამ შემთხვევაში ოცნების დამფუძნებელი ამბობს ასეთ რამეს: ჩემთვის უმძიმესია, რომ გუნდის შიგნით იყო მოხანათური ღალატი, რამაც არა მხოლოდ ქართული ოცნება დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ ქვეყანას შეუქმნა სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების საფრთხე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საკმაოდ დიდი ქვეთავი ეთმობა მოკლედ გუნდის ყოფილი წევრების ღალატის შესახებ საუბარს. ივანიშვილი ამბობს იმასაც, რომ ქართულმა ოცნებამ საბოლოო ჯამში გაუძლო გუნდის შიგნით მოხანატურ ღალატს. როგორ ვფიქრობთ, ვინ ხავს მხედველობაში ივანიშვილს, როცა ის გუნდის ყოფილი წევრების ღალატზე საუბრობს, ხომ არ შეიძლება ერთ-ერთი იყოს გიორგი გახარია და ყველაზე საინტერესო მაინც ისა, ვის შეიძლება ივანიშვილი გულისხმობდეს გახარიას გარდა. იცით, ახლა ადვილად არ არის გასაკვირი, რომ გახარიას გულისხმობდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ანალოგიური განცხადებები, როდესაც პირდაპირ ასახელებდა გიორგი გახარიას და ხან ნამდვილად არ არის გასაკვირი, ახლა თან ეს. ამიტომ კიდევ უფრო საინტერესოა კითხვა, ვინ შეიძლება იყვნენ სხვები, ვისაც ივანიშვილი მოღალატეებდა. არ ვიცი, ამას ვერ გეტყვით ნამდვილად, მაგრამ გახარიაზე მას არაერთხელ ასე ვთქვათ, усаუბრია, რა თქმა უნდა, ეს აბსურდია თითქოს გახარიამ უღალატა ასე ვთქვათ, ქვეყანას, ქვეყანას კი არ უღალატა, გახარიამ უღალატა იმ კორუფციას, იმ დანაშაულებებს, იმ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური სტრატეგიის შეცვლას და ყველა იმ უბედურებას, რისკენაც მიდიოდა ოცნება, რა თქმა უნდა. და ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც რეალურად გაიმიჯნა ამ გუნდს. სანამ შეეძლო მას იქ შემოკავებელი ფაქტორი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, მისი ფაქტორი სანამ იყო პრემიერი, მაგრამ ბოლოს იმ მომენტში, როდესაც ნახა, რომ რეალურად აცდა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები, იმ ინტერესებს და იმ მოქმედებას, რასაც ახორციელებდა მაშინდელი ოცნება, რა თქმა უნდა, მან მიიღო ყველაზე თამამი, აი ამ 13 წელზე თუ საუბრობთ, გიორგი გახარიას გადადგომა იყო ყველაზე თამამი ნაბიჯი, რაც კი ვინმეს ქართულ ოცნებაში გაუკეთებია. და ის რომ დღეს გიორგი გახარია არის ისტორიის სწორ მხარეს, ნუ თავისთავად გასაგებია ისინი ღალატს კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ მათ არ ჭირდებათ დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, ადამიანები, ვინც არა ისე მონურად, როგორც დღევანდელი ოცნების მაღალჩინოსნები ახორციელებენ ივანიშვილის, ასე ვთქვათ, ყველა მითითებას და ყველაფერზე თავს უხრიან და ყველაფერს უსრულებენ ყველა მისურვილს. არა, მას არ ჭირდება, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი მოთამაშე, პროგრესული ადამიანი, ხო? და რეალურად ყველამ კარგად დაინახა, რომ გიორგი გახარია არის თანამედროვე, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსი, ახალი ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც რა თქმა უნდა ყოველთვის შეეწინააღმდეგება, ვინც არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში, ყოველთვის შეეწინააღმდეგება იმ უკანონობას, რასაც მაშინ ჰქონდა ადგილი და მაშინ ეხლა ხომ მაინც ხედავს ქართული საზოგადოება, რომ სწორი ნაბიჯი იყო მაშინ გიორგი გახარიას გადადგომა. ეხლა რაც შეეხება პროპაგანდას რომ დაუბრუნდეთ, ანუ კიდევ ვიმეორებ, რომ აქ მთავარი არის ის, რომ მთელი ეს წერილი არის ყუილი. ეხლა მე არ შემიძლია აი აქ არ გამოვეხმაურო, ხა სუვერენიტეტზე საუბრობს, გრძელვადიან მშვიდობაზე და ასე შემდეგ. და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს, აი ხა იგივე გიორგი გახარიას თემას რო დაუბრუნდეთ, აი ჩორჩანას თემა. გუშინ რა მოვისმინეთ ჩვენ? გუშინ მოვისმინეთ, რომ აი ამ წულუკიანის ამ არალეგიტიმური კომისიის მიერ დაწყებული გამოძიების გამო და იმ მოღალატური განცხადებების გამო, რაც მათ გააკეთეს დაწყებული საქართველოს დადანაშაულებით ომის დაწყებაში, დამთავრებული ჩვენი გმირების გმირობის გაუფასურებით, ბოდიშის მოხდით და ასე შემდეგ, პირდაპირ აღიარეს, რომ ჩვენი ტერიტორია, რომელიც ჩვენს იურისდიქციაშია, ჩორჩანაზე მაქვს საუბარი, სადაც გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს საგუშაგო განათავსა, ეხლა ამ ტერიტორიაზე რადგან ქართულმა მხარემ აღიარა, რომ თურმე ჩვენ ეს დავკარგეთ, ამიტომ პირდაპირ ითხოვს ახლა საოკუპაციო რეჟიმი, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი პირდაპირ ითხოვს ახლა ამ ტერიტორიებს. აი მარტო ეს მაგალითია, ლელა საკმარისი იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს ვინ არის ნამდვილი მოღალატე. გასაგებია. ბატონო გიორგი ივანიშვილის წერილთან დაკავშირებული საკითხი რომ ამოვწუროთ და შემდეგ უკვე სხვა საკითხები. კიდევ ერთი მესიჯი, რომელიც ახლა უკვე 4 ოქტომბერს შეეხება, ნიღაბ ჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არჩევნებში არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების შესაძლებლობას ხედავენ. 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა საარჩევნო უფლებებზე მისვლასა და ისევ მშვიდობის
შენარჩუნებაზე გადის, როგორც უკვე ვთქვი, ეს არის მესიჯი ამ შემთხვევაში 4 ოქტომბერთან მიმართებაში. ამ ნაწილში მაინც ხომ არ ეთანხმებით ბიძინა ივანიშვილს, ანუ თქვენც ხომ არ ხედავთ შემთხვევით ძალებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომლებსაც ამ დღის გამოყენება უნდათ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება. ნელა, თქვენ იცით კარგად, რომ ჩვენთვის მშვიდობა არის უმთავრესი ღირებულება ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის და როდესაც ჩვენ პირველივე დღიდან დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ მიუხედავად იმ ბევრი დანაშაულისა, რასაც ჩადის დღევანდელი ოცნების რეჟიმი, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვირჩევთ ამ რეჟიმის ცვლილების და ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილების მშვიდობიან გზას, ანუ არჩევნების გზით სიარულს, ხო? პირდაპირ რომ გითხრათ, აი იმ საფრთხეში, რაზეც საუბრობს ივანიშვილი, რეალურ საფრთხეს იმდენად ვერ ხედავ, რამდენადაც ივანიშვილისთვის და ოცნებისთვის საბაბის მიცემას, რომ შესაძლო არეულობის, შესაძლო გადატრიალების, შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირების შიშით კიდევ უფრო მეტად მოახდინონ საკუთარი ამორჩევლის კონსოლიდაცია. და სწორედ ამიტომ არის აქ პასუხისმგებლობა იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებიც არ მინდა ვიფიქრო, რომ განზრახ, მაგრამ როგორც მინიმუმ სასარგებლო იდიოტის როლში გამოდიან, როდესაც ივანიშვილს და ოცნებას აძლევენ აი ესეთი განცხადებების გაკეთების საშუალებას, იმიტომ რომ დღეს რამდენადაც დიდი პროტესტი არ უნდა იყოს ოცნების რეჟიმის მიმართ და რამდენადაც ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა არ თანხმდებოდეს, რომ აღარ შეიძლება ასეთ პირობებში ცხოვრება და აუცილებელია ცვლილებები, როგორც კი არჩევანი დგება, ეს ცვლილებები უნდა მოხდეს მშვიდობიანად თუ ძალადობრივად, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს მშვიდობიან ცვლილებებს. არჩევნების გზით და მოდით ამ კონტექსტში თვითმმართველობის არჩევნებზეც გადავიდეთ და პირველი რაც ამ საკითხის ესე ვთქვათ კუთხით მინდა კითხოთ ტელეკომპანია იმედის დაკვეთით კომპანია გორბის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებია კითხვაზე ადგილობრივი არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას ქართულ ოცნებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 66%-ზე მეტი მაშინ როდესაც ძლიერი საქართველოს ლელოს კანდიდატს თბილისში აქვს მხოლოდ 10.3%-იანი მხარდაჭერა, სხვა პარტიებს აღარ ვიტყვი, საერთოდ ასე ვთქვათ, ერთ ნიშნა მაჩვენებელზეა მათი რეიტინგი. არ გაკმაყოფილებთ ალბათ, ესე ვთქვათ, ეს შედეგი, მაგრამ აი გორბი ამტკიცებს, რომ სწორედ ასე ფიქრობენ გამოკითხულები. შესაბამისად, რამდენად მაღალია მართლაც შანსი იმის, რომ ქართული ოცნების სასარგებლოდ სწორედ ამ ასეთი უპირატესობით დასრულდეს ის არჩევნები, რომელიც თქვენი აზრით მაინც არის ერთადერთი სწორი გამოსავალი ქართული ოცნების წინააღმდეგ. ნელა, ნახეთ, პირველ რიგში ხა მე ისეთ ორგანიზაციის კვლევებზე, როგორც გორბი, ხა სერიოზულ კომენტარს ჩვენ არასდროს არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ხალხმა კარგად იცის, ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის, რეალურად ვის დაკვეთას ასრულებს გორბი. ალტერნატიული კვლევები. რა თქმა უნდა, გვაქვს ალტერნატიული კვლევები, ხა თბილისში როცა საუბრობთ, ჩვენ უნდა გავიხსენოთ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მიუხედავად იმ გაყალბებისა, მიუხედავად იმ უზარმაზარი გაყალბებისა და ასე ვთქვათ, ფაქტობრივად საარჩევნო შედეგების გადაწერისა, თბილისში ქართულ ოცნებას ჰქონდა დაახლოებით 43-44% მხარდაჭერა. კიდევ მეორე, მიუხედავად გაყალბებისა. ახლა წარმოედგინეთ, რას გვიმტკიცებს ოცნება და მათი ხელის, ასე ვთქვათ, ბიჭები გორბის თანამშრომლების სახით, რომ იმ დანაშაულებების მერე, რაც ჩაიდინა ოცნებამ აი ამ 26 ოქტომბრის შემდეგ თითქმის 1 წელი ხდება უკვე და აღარ ჩამოთვლი უკვე რამდენი დანაშაული ჩაიდინა, ჩვენი ახალგაზრდების საუკეთესო ნაწილის ციხეში გამოკეტვით დაწყებული საქართველოს ევროპული მომავალზე უარის თქმით დამთავრებული, ხო? ამ დანაშაულების მერე მათ 44%-იანი მხარდაჭერა ახლა 66%-ში გადაიზარდა. რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი. აი თუნდაც მხოლოდ ამ ლოგიკური ჯაჭვის გამო. იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ მე თუ მკითხავთ ის 44% ძალიან ბევრი იყო ოქტომბერში. იმიტომ ეს იყო ფაქტობრივად პირდაპირ დამსახურება იმ პროპაგანდისა, რასაც აწარმოებდა მაშინ ოცნება და ჩვენ რა თქმა უნდა ვერ შევძელით სათანადოდ დავპირისპირებოდეთ იმ პროპაგანდას და ამიტომაც იყო ის 44%. ხა აღარ ვლაპარაკობ იმ დამატებულ 10%-ზე, რომელიც რა თქმა უნდა სრულად იყო გაყალბებული მონაცემი. მაგრამ დღეს მათ ამორჩეველი წდებათ ლელა ის უნდა გასმოდდეს ახლა თუ თბილისს საუბრობთ 44%-იანი მხარდაჭერა, რაც მაშინ ჰქონდათ ხო ობიექტურად რო ვთქვათ, ხო მეტნაკლებად ასე ვთქვათ, ობიექტურ სურათთან მიახლოვებული, მაგრამ ისის პროპაგანდის ხარჯზე დღეს მინიმუმ 10%-ით არის შემცირებული. მაგრამ ეს ყველაფერი იცით კიდე რატო არის მნიშვნელოვანი და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ და ერთ რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში. ჩვენ თუ არ
შევძელით ოცნების მხარდამჭერების დარწმუნება რომ დღეს არ შეიძლება ოცნებისთვის ხმის მიცემა, რადგან მათ არაფერი აკავშირებს ამ ქვეყნის ევროპულმა მოვალეობასთან. აი მაგას ვამბობ ზუსტად, რომ ჩვენთვის არჩევნებში შესვლა და ამ არჩევნებში გამარჯვების მიღწევა ჩვენ არავის არ დავპირებებთ, რომ ხელისუფლებას შევცვლით 4 ოქტომბერს. ვერ შევცვლით თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის მუნიციპალური არჩევნები. მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ ამ ხელისუფლების დასუსტებას და 4 ოქტომბერი აუცილებლად იქნება ოცნების დამარცხების დასაწყისის დღე. კეთი, მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებზეც მინდა გკითხოთ, ახლა თქვენ და ლელო თანამშრომლობის რეჟიმში ხართ, სადაც თქვენ წარადგენთ კანდიდატი იქ ლელო მარდა გიყენათ კონკურენტი და პირიქით, თუმცა სერიოზული პრობლემები შეხვდა, ასე ვთქვათ, მამუკა ხაზარაძის პარტიას მთელ რიგ მუნიციპალიტეტში, იქიდან გამომდინარე, რომ ლელოს სახელით წარდგენილმა კანდიდატმა საბოლოოდ ქართული ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა, ამიტომ რამდენიმე წუთი ამ თემაზეც გავჩერდით. ლელო ამტკიცებს, რომ კანდიდატებზე ხორციელდება ზეწოლა, თუმცა ირაკლი კობახიძე მათკენ, ასე ვთქვათ, თითის გაშვერას ცარიელ სპეკულაციას უწოდებს და ამბობს, რომ ლელო მიზეზები საკუთარ პარტიაში უნდა მოძებნოს. აი თქვენი აზრით და მართლაც საინტერესოა, აი ობიექტურად რა შეიძლება იყოს იმის მიზეზები, რომ როგორც კობახიძე ამბობს, ერთგვარად ლელოს რაღაცა შიდა რღვევის პროცესს უყურებს ახლა საზოგადოება. ნუ ეხლა ჩვენ კი თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენ კი თანამშრომლობთ და ძალიან კარგად და ეფექტურად თანამშრომლობთ ამ არჩევნების კონტექსტში ჩვენ და ლელო მემორანდუმის ფარგლებში, რაც გამორიცხავს კონკურენციას ხომ ჩვენ შორის როგორც მერობის კანდიდატებში, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებში, მაგრამ ეს ხა იმასაც არ ნიშნავს, რომ მე ლელოს შიდა პარტიულ საკითხებზე რამე კომენტარის გაკეთება შემიძლია. არც ინფორმაცია მაქვს სათანადო და შეიძლება არც უფლებაც არ მქონდეს කියලා და არ მაქვს. თუმცა საინტერესოა, ფიქრობთ თუ არა, რომ ლელო მართლაც საკუთარ პარტიაში უნდა მოძებნოს მიზეზები, იმიტომ რომ იგივე ტიპის პრობლემა არ აქვს ასე მწვალეთ ყოველ შემთხვევაში გახარიას პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანის თქვენი პარტიიდანაც ვნახეთ. კი ბატონო, ნახეთ, ჩვენ ამ შემთხვევაში შემიძლია ზუსტად მაგას ვამბობ, რომ მე შემიძლია ვისაუბრო ჩვენ პარტიაზე. და ჩვენი პარტიის შემთხვევაშიც არაერთი ასეთი მაგალითი იყო, განსაკუთრებით რეგიონებში ზეწოლების. ახლა ოცნება პროპაგანდისტულად რომ იყენებს იმ 24 მუნიციპალიტეტს, სადაც ჩვენ არ წარმადგინეთ, ასე ვთქვათ, მერობის კანდიდატები, მერობის კანდიდატებზე საუბარი, თორემ პარტიული სიები 64 მუნიციპალიტეტში წარდგენილი გვაქვს. ეს სწორედაც რომ ამ ზეწოლის და დაშინების და შანტაჟის გამო გავაკეთებთ. ჩვენ რეალურად დავიცავით ეს ადამიანები იქ ადგილებზე და საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ დაგვეყენებინა ისინი ამ საფრთხის წინაშე. ხო, ამიტომ ჩვენი კანდიდატების მიმართაც არის, რა თქმა უნდა, ზეწოლა და დაშინება და ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ლელოს შემთხვევაშიც იყოს ანალოგიური. თუმცა ამას ახლა ფაქტების დონეზე თავად ლელო დაადასტურებს. ეს არის პირდაპირ დასტური იმისა, რომ მოცნებას რა თქმა უნდა ეშინია და მას არაფერი შეაწყობს სერიოზული კონკურენცია არჩევნებში. რა თქმა უნდა, მისთვის ეს არ იყოს ასურველი, იგივე ჩვენი და ლელოს შესვლა არჩევნებში და მისთვის იდეალური სცენარი იქნებოდა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, სერიოზულ პოლიტიკურ პარტიას გულისხმობ ბარიერ გადავახულ პოლიტიკურ პარტიას არ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. მათ არავითარი დისკომფორტი არ იქნებოდა ამ სცენარის შემთხვევაში, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩვენ განსაკუთრებით პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ მივდივართ არჩევნებში და შემდეგ ლელომაც მიიღო ანალოგიური გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ეხლა ოცნება 1000 ხრიკს მიმართავს და 1000 ხერხს მიმართავს, მისთვის ნაცად ხერხს, რაც აქამდე ხა ჩვენ წინა არჩევნებში კიდე გაცილებით დიდი ზეწოლები იყო ჩვენს კანდიდატებზე. აღარ ვლაპარაკობ საერთოდ 2021 წლის არჩევნებზე, როცა ფაქტობრივად ჩვენი კანდიდატების დაჭერა, უკანონო დაპატიმრებების ზეწოლები, დაშინებები, გადაბირებები და რა ვიცი 1000 საშინელება ჩაიდინა ოცნებამ ჩვენი კანდიდატების მისამართით. ასე რომ რა თქმა უნდა ეს არ მეკვირს და რა თქმა უნდა დიდი ალბათობით ეს ასეც იქნება, ხო? ასე გეტყვი. ბატონო გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის შეხვედრაზეც მინდა დავსვა ერთი კითხვა, რომელიც გასულ კვირას ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიმართა. საკმაოდ მშრალი იყო ის პრეს-რელიზი, რომელიც თქვენმა პარტიამ და ლელომ ერთობლივად გაავრცელა. მაშინ ფაქტობრივად არაფერი ეწერა უშუალოდ გახარია ხაზარაძის შეხვედრის შინაარსობრივ ნაწილზე და საუბარი იყო მხოლოდ მემორანდუმზე, რომელიც საარჩევნოდ თქვენ ორ პარტიას შორის გაფორმდა. ამიტომ იქნებ თქვენ გითხრათ უფრო მეტი კონკრეტულად რაზე ისაუბრეს გახარიამ და ხაზარაძემ, ეს იყო მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნების თემა თუ არა მხოლოდ და მეორე მხრივ რა აჩვენეთ საზოგადოებას გახარია ხაზარაძის შეხვედრის იმ ფოტოთი, რომელიც თქვენ გაავრცელეთ. ლელა, მინდა გითხრათ, რომ ეს ის შემთხვევა, როდესაც ოფიციალური პრეს-რელიზი ფაქტობრივად ემთხვევა რეალობას, ხო? მე ამდენად მინდა დაგიდასტუროთ, რომ არანაირი საუბარი რაღაც სამომავლო თანამშრომლობაზე არ ყოფილა ჩვენ, როგორც ჩვენ ასევე ლელო ახლა სრულად ვართ კონცენტრირებული 4 ოქტომბერზე. ჩვენთვის მთავარი არის, რომ კიდევ მეორე ფესტითეული ხმა დავიცვათ, რასაც მოგცემს ჩვენი ამომრჩეველი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მართლაც დავიწყოთ ეს ოცნების
ასე ვთქვათ, დასუსტების და მათი დამარცხების დღე ვაქციოთ 4 ოქტომბერი, ამიტომ მთავარი ფოკუსი არის ამაზე. მე მინდა გითხრათ, რომ პირადად გახარიასა და ხაზარაძეს შორის შეხვედრა არ შემდგარა აქამდე, ჩვენ ისე გავაფორმეთ ეს მემორანდუმი. თქვენ იცით კარგად, ეს იყო ჯერ კიდევ 14 ივლისი, როდესაც ბატონი ხაზარაძე საპატიმროში იყო და ბატონი გახარია არ იმყოფებოდა საქართველოში. ამიტომ მათი ეს პირადი შეხვედრა რეალურად ემსახურებოდა მხოლოდ აი ამ ინფორმაციის გაცვლა გამოცვლას, აი ამ ჩვენ შორის გაფორმებული მემორანდუმის ანალიზს, შეფასებას და მეც არაფერს. ამიტომ რაც იქ წაიკითხეთ, მინდა დაგიდასტუროთ, რომ რეალურად ამის მიღმა არანაირი საუბარი არ ყოფილა. ნახოთ, ჩვენ ველოდებით 4 ოქტომბერს პირველ რიგში და დანარჩენზე უკვე მე გავაგზავნებთ ურთიერთობას. თავარი აქ არის ის, რომ პრეცედენტი შევქმენით, თუ როგორ შეიძლება ორმა განსხვავებულმა პარტიამ საერთო მიზნის გარშემო ერთობლივად იმუშაოს, გამორიცხოს ერთმანეთში კონკურენცია და ეს ჩვენი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, უახლესი ისტორიისთვის და ჩვენი პოლიტიკური თანამედროვეობისთვის ძალიან კარგი და წინგადადგმული ნაბიჯია. 4 ოქტომბრის შესახებ კიდევ ერთი კითხვა გამომდინარე იქიდან, რომ 4 ოქტომბერი არ იქნება მხოლოდ არჩევნების დღე და იცით თქვენ, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი გამოუცხადა რუსთაველის გამზირზე, აპირებს მოიგო ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას, შესაბამისად, ეს სწორედ აქციის კონტექსტში დაგისვათ კითხვას და ამით დაგემშვიდობებით კიდეც. აქამდე გვესმოდა როგორც თქვენს პარტიაში ისე ლელოში განცხადებები, რომ აი ყველაზე სწორი კონცეფცია იქნებოდა, ასე ვთქვათ, დილას არჩევნებზე მისვლა და საღამოს უკვე რუსთაველზე გასვლა. თუმცა 2 დღის წინ თქვენი პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ 4 ოქტომბერს გახარეს პარტია არ იქნება რუსთაველის გამზირზე. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, ეს რომ ახსნათ? ველა, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერცერთ მოქალაქეს ვერ მოუწოდებთ, მათ ისინი თავად გადაწყვეტენ გავიდნენ აქციაზე თუ არ გავიდნენ აქციაზე. მას შემდეგ რაც ამ აქციამ მიიღო აი ესეთი ტიპის ძალადობრივი, მე მათ შორის მინდა გითხრათ, აი გაუგებარი და არასერიოზული ანონსის სახე, ხო? იმიტომ ხან ჯერ 4 ოქტომბერს დამთხოვა, მე რაღაც საათის გამოცხადება, მე თითქოს ეროვნული კრება, მე თითქოს იქ რუსთაველზე ფიზიკური კენჭისყრა რაღაც საკითხისთვის, მე ამას ახლა დაემატა იქ კიდევ ტექნიკური მთავრობის არჩევა იქვე ადგილზე 4 ოქტომბერსვე, რაღაც ხელისუფლების გადაბარება და ასე შემდეგ. ნუ ეს იმდენად არასერიოზული, ასე ვთქვათ, დაპირებებია, მით უფრო ამას, ოდესაც დაყვება ეს რაღაც ძალადობრივი ელფერი, იმიტომ რომ მშვიდობიანი დამხობა ეს ტერმინი უბრალოდ არ არსებობს, ხო? ესეთი პრეცედენტიც არ გაგვიგია და არ ვიცით ისტორიაში, ხო? ეხლა ამის შემდეგ ბუნებრივია ჩვენ ამის ნაწილი არ ვიქნებით და ვერ ვიქნებით. ჩემთვის ისიც გაუგებარია, ლელა საერთოდ ვინ იღებს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას. ანუ რომ გადახედოთ თითქოს ყველა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, აქტორი, მაგრამ ამავე დროს თან არავინ. და რას აპირებენ ისინი, ანუ თუ მათი გეგმა შედეგს ვერ გამოიღებს, ისინი ხო ამბობენ, ისინი ხო გარანტირებულად პირდებიან მოქალაქეებს, რომ 4 ოქტომბერს ყველაფერი დასრულდება. აი რომ არ დასრულდეს, მე ძალიან მათზე მეტად მე მინდა და ჩვენ გვინდა რომ დასრულდეს მშვიდობიანად, მაგრამ რომ არ დასრულდეს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღებენ. თუ გამოვლენ და იქ რაღაც სხვადასხვა მიზეზებს მოიფიქრებენ, რომ აი ხალხი არ მოვიდა, ამ ჩვენ პარტიების ბრალია, ერთად უნდა ყოფილიყავით, არ ვიცი, წვიმა წამოვიდა და ასე შემდეგ. მაგრამ მეორეხრივი მოცემულობას რაც შეეხება, რომელიც სახეზეა თვითმმართველობის არჩევნებში შესვლის გადაწყვეტილებამ, ერთგვარად ჩამოაშორა გიორგი გახარიას პარტია და ლელო მიმდინარე პროტესტებს ბევრისგან მოისმენთ განცხადებას, რომ თქვენი ადგილი აღარ არის რუსთაველის გამზირზე. არავის გადასაწყვეტი არ არის. ასე ვთქვათ, გარიყულ პოზიციაში არავის გადასაწყვეტი არ არის, სად არის ჩვენი ადგილი და სად არა. ეს ერთი. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ამ აქციის და ამ პროტესტის ნაწილი ვიყავით ლელა პირველივე დღიდან, როდესაც ამ საპროტესტო მოძრაობის მთავარი მოთხოვნა იყო ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნული და უკანონო პატიმრების გათავისუფლება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, დღეს სრულიად სხვა კონტექსტია. დღეს ფაქტობრივად დაანონსებულია კი ბატონო, თუნდაც მშვიდობიანი, მაგრამ დამხობა და რადიკალური სცენარი. ჩვენ ამ რადიკალური სცენარის მონაწილეები არ ვიქნებით, ეს ყველამ კარგად გაიგოს. და კიდევ ვიმეორებ, თუ ამაზე საუბარი დღეს ვინმე საწყობს. და დღევანდელი ივანიშვილის რითიც დავიწყეთ ჩვენ დღევანდელი ინტერვიუ წერილი პირდაპირ ადასტურებს, რომ აი დღევანდელი წერილი პირდაპირ ადასტურებს, რომ თუ ვინმე საწყობს ამაზე საუბარი. ეს არის ოცნება. ანუ საჩუქარია ეს მათთვის. რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიქნებით იმის ნაწილი, სადაც ივანიშვილს აი ესეთ საჩუქარს უკეთებენ. კარგად წავიკითხოთ წერილი ივანიშვილის დღევანდელი და მე მივხვდებით კარგად, რატომ არის საჩუქარი ამ რადიკალიზაციაზე და დაძაბულობაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ოცნების რეჟიმი, საბოლოო ჯამში მაინც არის მომხრე მშვიდობიანი ცვლილებების. და რაც მალე გავიაზრებთ ამას, მით უკეთესი იქნება ისევ ოცნების დასამარცხებლობა. მადლობა ბატონ გიორგი იმისთვის, რომ დავუწყოთ დრო და უპასუხოთ ჩვენს კითხვებს. დავამშვიდობებით გიორგი შარაშიძეს, ახლა რეკლამის შემდეგ ბაკურ ყვაშევა შემოგვერდება, ასე რომ დაგვერდით.
მაშა ასე რეკლამა დასრულებულია ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი პარტია თავისუფლების მოედნის გენერალური მდივანი ბაკურ კვაშილავა ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონო. გამარჯობა და დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონო ბაკურ, ჩვენი ინტერვიუც მოდით ქართული ოცნების 13 წლიანი მმართველობის შეფასებით გავხსნათ, იმიტომ რომ დღეს სწორედ ამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პარტიამ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს დილით ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა და ალბათ ჰქონდათ საშუალება მისი წერილი გადაკითხათ. ივანიშვილი ამბობს, რომ 13 წლის თავზე გაცილებით უკეთესი საქართველო მივიღეთ, მოკლე ამონარიდი, ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ, თუ გვერდით გადავდებთ პროპაგანდას და უხეშ რიტორიკას, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლება ერთადერთი მმართველი ძალაა, რომელიც უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს, ამავდროულად კი არ არსებობს არც ერთი სფერო, რომლის მიმართულებითაც 2012 წელთან შედარებით მდგომარეობა კარდინალურად არ არის გაუმჯობესებული და ასე შემდეგ აცხადებს თავად ბიძინა ივანიშვილი. თქვენ რა გაქვთ სათქმელი ქართული ოცნების 13 წელს? ერთი რომ 13 წელი არის თარსი, აქედან გამომდინარე ეს მნიშვნელოვანია რომ აღინიშნოს. მეორე არის ის რომ 2012 წელს ქართული ოცნების გამარჯვება დიდწილად განპირობებული იყო არა მარტო ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, რომელმაც უმრავლესობა ხმამისცა ქართულ ოცნებას, არამედ იმით, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, თავისუფალი სამყაროს წევრები, იყვნენ ის გადამწყვეტი ძალა, რომელმაც მოახდინა ზეწოლა მიხეილ სააკაშვილზე, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე და უზრუნველყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილს ეღიარებინა არჩევნების შედეგები. რომ ვისაც ახსენდება ის პერიპეტიები, რომელიც იმ არჩევნებთან იყო დაკავშირებული, შუაღამესაც კი არავინ იცოდა, აღიარებდა თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნების შედეგებს და ჩვენ ყველამ ვიცით. ვისი ზეწოლით, ეს იყო ევროკავშირის, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლით, რომ ქართულმა ოცნებამ გადაიბარა ხელისუფლება. აი ეს ავიწყდება დღეს ქართულ ოცნებას და იმ ხალხს, რომელიც დემოკრატიის დასაცავად გვერდში დაუდგა 2012 წელს, დღეს უკვე აგენტებს უწოდებს უცხოეთის გავლენის ქვეშ საქართველოს იძულებით, ასე ვთქვათ, მომქცევ რაღაც deep states და მოგონილ სახელებს. რატომ? იმიტომ რომ იმდენად მოსწონს ხელისუფლება, რომ ყველაფრის ფასად სურს მისი შენარჩუნება. ავიწყდება ის, რომ თურმე 2020 წელს გერმანიის ელჩის წინააღმდეგ მიმართული, ვთქვათ, კრიტიკა იმდენად დამღუპველია, აი როგორც წულუკიანი აცხადებდა, ხომ, რომ როგორ გავიწყდებათ, რომ გერმანიის საელჩო იყო ისმენ ჩვენ გაგვეხმარა კონსტიტუციის შექმნაში და ესეთი სახით, უმანკო სახით რო საუბრობს და შემდეგ უკვე 2024 წელს, როდესაც დამსახურებულ კრიტიკას ღებულობს გერმანიის საელჩოდან და გერმანიის სახელმწიფოდან, გერმანია უკვე ხდება მტერი. ამიტომ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში საუბრობს პროპაგანდაზე, საუბრობს ასევე იმაზე, რომ თუნდაც ვიღაცა იტყუება, ყველაზე დიდი მატყუარა ქართულ პოლიტიკაში არის ქართული ოცნება. ბატონო ბაკურ, რადგან დასავლელ პარტნიორებთან ქართული ოცნების დღევანდელ ურთიერთობებზე საუბრობთ, ვფიქრობთ, კიდევ ერთი კითხვა მოუხდებოდა ამ თემას და რას გულისხმობ? ივანიშვილის კიდევ ერთი მთავარი მესიჯი, რომელსაც მართლაც ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მის წერილში, დღეს ჩვენ ვიბრძვით თუმცა სახეცვლილ მტერთანო ამბობს ბიძინა ივანიშვილი. აი როგორ ვფიქრობთ, ვის გულისხმობს ქართული ოცნების დამფუძნებელი? ეხლა აქამდე ერთი სახელი ერქვა მტერს, შესაბამისად ვიზია ნაციონალური მოძრაობა? არა, გარე მტრებზია საუბარი. მართლა? აქამდე ერთი სახელი ერქვა მტერს, ახლა ივანიშვილი ამბობს, რომ მტერმა სახელი იცვალა, შესაბამისად, ხო. ჩემთვის ცნობილია ვინ არის. თქვენი აზრით საუბარი. ვინ შეიძლება ვყავდეს მხედველობაში, როცა სახეშეცვლილ მტერზე საუბრობს. აი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ცხოველთა ფერმა მისი საყვარელი წიგნი იყო და 1984-ს არ იქნება რომ ცუდი წაიკითხოს და ეთყობა წაიკითხა კიდეც. სახეცვლილი მტერი ქართული ოცნებისთვის შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს. ეს არის ნებისმიერი ძალა, რომელიც ქართულ ოცნებას მოუწოდებს ქვეყანა მართოს დემოკრატიული პრინციპით. ნებისმიერი ძალა, რომელიც ქართულ ოცნებას ეტყვის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, რომელიც ეტყვის, რომ პროკურატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი, ეს არის სახეცვლილი მტერი.
რომელიც ეთქვის, რომ თუ კი ხალხის ნებაა, რომ ხელისუფლება უნდა დატოვო და წახვიდე ხომ მთავრობიდან, ის არის სახეცვლილი მტერი. ამიტომ ბიძინა ივანიშვილისთვის და ქართული ოცნებისთვის არ არსებობს ქვეყანა, რომელიც შეიძლება მუდმივად დარჩეს მეგობარი, ნებისმიერი ქვეყანა გახდება მტერი, ნებისმიერი შიდა პოლიტიკური ძალა, მათ შორის ჩვენი ეკლესიაც ერთ წამში შეიძლება გახდეს მტერი, თუ კი ის იტყვის, რომ ქართული ოცნების დრო წავიდა და ხელისუფლება უნდა გადააბაროს სხვას. ამიტომ ნახეთ როგორია, აი შეხედეთ, ეს მოქნილი პოზიციაა. სახეცვლილი მტერი, ხო? სახეცვლილი მტერი არის ყველა, ვინც ქართულ ოცნებას აკრიტიკებს, შეიძლება გახდეს მტერი. საკმაოდ დიდ ნაწილს უთმობს ივანიშვილი საკუთარ წერილში გარე ძალების ინტერესებზე საუბარს საქართველოში და სხვა შორის ამბობს იმასაც, რომ ამაში გარე ძალები იყენებენ ოპოზიციას, ოპოზიციურ სპექტრს, რაშიც ალბათ თქვენი პარტიაც იგულისხმება, არასამთავრობო სექტორს და მოდით მოკლე ამუნარიდი ამ თვალსაზრისითაც ამ საკითხთან მიმართებაშიც გავაცნობთ მაყურებლებს. 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალები არსად გამქრალა, ჩვენ ერთად ვცდილობთ მეტკეთილდღეობას, სიმდიდრეს, ეკონომიკურ სიმყარეს მივახციოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიღწევთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და მყარი სუვერენიტეტის მისაღწევად, თუმცა ამ გზაზე უმთავრეს ბარიერად რადიკალიზმის, ურთიერთდაპირისპირების, ხელოვნური შუღლის შემოქმედი ძალები გვევლინება, რომლებიც ამჯერად ოპოზიციის სახელით ებრძვიან საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, ცდილობენ წარსულსა და უძრაობაში უცხო ინტერესების მორჩილებაში დაგვაბრუნონ, ამბობს ბიძინა ივანიშვილი. აი რას უპასუხებთ ივანიშვილს, რომ ქართულ ოცნებას კარგი ინტერესები აქვს საქართველოსთან მიმართებაში და პრობლემა იმაშია, რომ უბრალოდ ამ ყველაფერში თქვენ მათ შორის ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო სექტორი უშლით ხელს. აი მთავარი იდეა არის, რაც თავიდან თქვი. ყველა ავტომატურად არის მტერი, რომელიც ქართულ ოცნებას აკრიტიკებს, მაგრამ ეხლა ჩავყვეთ უკვე დეტალურად, ხო? თურმე ვიღაცა წარსული და უძრაობისკენ არის მიდრეკილი, ხო? თუ იმედს ან პოზიტივის უყურებს ვინმე, ხო? მიხვდება, რომ საბჭოთა ნოსტალგია ეს არის მთავარი ტენდენცია, რომელიც ამ არხზე გადის, რომელიც გვეუბნება, რომ რა კარგი იყო საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ვითარდებოდა კულტურა, როდესაც ვითარდებოდა კინო, ვიღაცა სხვა მგმართავდა, მაგრამ ხომ იყო მშვიდობა, ხო? ამიტომ თუ კი უძრაობაზეა ლაპარაკი, თუ კი წარსულის გაფეტიშებაზეა ლაპარაკი, ამას აკეთებს ქართული ოცნება პირველ რიგში, თან ისეთ ჭაობზეა საუბარი, როგორც ბრეჟნევის დროინდელი საბჭოთა კავშირია, ხო? კარგი, ამას თქვა თავი დავანებოთ და გადავიდეთ უკვე იმაზე, რომ თურმე ოპოზიცია ყოფილა თავარი გამოწვევა. რა საოცრებაა თურმე რომ დემოკრატიის პირობებში არსებობს პარტიები, რომელთაც უნდათ რომ ჩაგანაცვლონ. გასაოცარი მოვლენაა პირდაპირ. როგორ უყვირს არა ქართული ოცნების მესვეულს, რომ თურმე 2012 წლის იდეალები იმით უნდა დაიცვა, რომ ერთპარტიული ქვეყანა შექმნა. თურმე იმით, რომ ქართული ოცნების კრიტიკა შეუძლებელი უნდა იყოს. ამ დროს ჟურნალისტური გამოძიებების მიერ გამოაშკარავებული კორუფციული სქემები, რომელიც 5 წლის წინათ იყო ცნობილი ძვირფასო ოცნების მხარდამჭერებო, მხოლოდ 2025 წელს გახდა, ხო, ივანიშვილისთვის ცნობილი. ესე იგი ყოფილა საჭირო ალტერნატიული აზრი და კრიტიკა და ოპოზიცია, ხო? ყოფილა საჭირო ქვეყნის განვითარებისთვის აი ეს კრიტიკა და არა ცხვარივით მიყოლა შენს ბატონზე. აქედან გამომდინარე, ხომ, რასაც ვხედავთ ჩვენ არის ეს, რომ აი აბსოლუტური მე ვიტყოდი, აი ამაზრზენი პროპაგანდა, რომელიც გეუბნება, რომ თურმე დემოკრატია დიქტატურაა და ომი თურმე მშვიდობაა. აი ხა მახსენდება რა, იცით რომ აი მახსენდება აი ეს აბსურდული და იდიოტური პროპაგანდის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ თურმე ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას და ამ ფასად ჩვენ ხვდებოდით ევროკავშირთან დაახლოების მონაწილე, ხო? აი შეხედეთ მოლდოვას. მოლდოვას ჩვენმა მთავრობამ და ბატონმა კობახიძემ არ მიულოცა გამარჯვება სანდუს, ხო? იმიტომ რომ თურმე მოლდოვა არის DSCT-ის წევრი. ეხლა ნახეთ, თუ კი DSCT-ის წევრი ხარ და ევროკავშირს უფრო უახლოვდები ვიდრე საქართველო, ავტომატურად თურმე არავინ არ გთხოვს მეორე ფრონტის გახსნას. ხვდებით ევროკავშირთან დაახლოება თურმე როგორ შეიძლება? არავითარ მეორე ფრონტს არ გთხოვენ. იცით რას გთხოვენ ევროკავშირი? გთხოვენ რომ ქვეყანა დაემსგავსოს ქვეყანას, სასამართლო არ ყავდეს დამონებული, პროკურატურა არ იყოს შენი ყურმოჭრილი ყმა და უსაფრთხოების სამსახური
შენი ლიდერის უსაფრთხოებაზე კი არ უნდა ზრუნავდეს, არამედ ქვეყნის დაცვაზე საგარეო საფრთხისგან. ქართულ ოცნებას დასავლელი პარტნიორების ამხელა ინტერესი არ მოსწონს საქართველოსთან მიმართებაში, ოპოზიციური სპექტრი კი პირიქით კიდევ უფრო მეტი ინტერესის გამოჩენას მოითხოვს დასავლელი პარტნიორების მხრიდან და ამ კონტექსტში მოდით სხვა თემებზეც გადავიდეთ, მათ შორის შევაფასოთ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ვარშავის უსაფრთხოების კონფერენციაზე. მეხუთე პრეზიდენტმა პარტნიორებს კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ დაუხატა ის სურათი, რაც ქვეყანაშია შექმნილი და ერთ-ერთი რაც სწორედ მათგან ითხოვა არის ჩვენი ქვეყნისადმი მეტი ინტერესი. მართველი პარტია საქართველოს იზოლაციაში მოქცევას მოსკოვის წაკეზების ცდილობს, რაც თქვენგან გჭირდება არის ყურადღება, ასეთი იყო ზურაბიშვილის გზავნილი. შეუძლია თუ არა დასავლელ პარტნიორებს საქართველოსადმი კიდევ უფრო მეტი ინტერესის გამოჩენა და თუ კი შეუძლია, მაშინ რატომ ვერ ასე ვთქვათ ვიქცევთ პარტნიორების იმაზე მეტ ყურადღებას, ვიდრე ახლა ხედავთ? აი მე გეტყვით. მე აი სკოლის მოსწავლე რო ვიყავი, ხო, ეს იყო უხსოვარ დროს. ასე თუ ისე, ხო? თავიდანვე მაინტერესებდა ეს საერთაშორისო ურთიერთობები, მაინტერესებდა ეს თავისუფალი სამყარო და ძალიან გამიმართლა რომ სწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სადაც ალიკა რონდელი იყო ჩვენი პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობებში და აი მაშინ იმ ბნელ 90-იანებში გვეუბნებოდა რომ ცივილიზაციის მატარებელი გადის და დიდი შანსია რომ ბოლო ვაგონსაც ვერ მივასწროთ. და მართლა ჩვენ რასაც უყურებდით ამ დროს ეს იყო რომ ევროკავშირს უახლოვდება ბალტიის ქვეყნები, ევროკავშირში წევრიანდებიან ყოფილი კომუნისტური ქვეყნები, ისინი არიან ნატოს წევრები და ამ დროს ჩვენ გვაქვს აფხაზეთის ომი, ამ დროს ჩვენ გვაქვს შიდა დაპირისპირება, ამ დროს ჩვენ გვაქვს კატასტროფული ეკონომიკური ვარდნა და ამ დროს გვაქვს უზარმაზარი კორუფცია. მაშინ შანსი გავუშვით ხელიდან? მაშინ შანსი კი არ გავუშვით, მაშინ ეს შანსი არ მქონდა და უბრალოდ დანანებით, აი ეს მთელი სტუდენტები რო ვიჯექით, ხო? უყურებდით და ვამბობდით, რომ როგორ არ გაგვიმართლა, რომ უფრო ახლოს ვართ ევროპასთან გეოგრაფიულად, ვიდრე ვთქვათ დანარჩენი ქვეყნები. და აი ახლა ესეთი უნიკალური შანსი მოგვეცა ამ პატარა ქვეყანას, რომელსაც არც ნავთობი აქვს, არც იმდენი ოქრო აქვს, არც ერთი ბუნებრივი რესურსი ისეთი არ აქვს, რომ დამოუკიდებლად იყო ინტერესის სფერო, ხო? ერთადერთი რაც გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი ხალხი, რომელიც არის განათლებული და რომელიც არის ევროპული ღირებულებების ბუნებრივად მატარებელი, ხო? და მოხდა ისე რომ ევროპამ ამდენი ხნის მერე კარი გაგვიღო და ეხლა ჩვენ არ შევდივართ და არ შევდივართ რატო? იმიტომ რომ ყავს მთავრობა, რომელსაც გული ეთანაღრება იმაზე რომ თავისი სკამი დათმოს. თორე შეიძლება რუსეთის მოხრე საერთოდ არ არის. უბრალოდ რუსეთს რადგან აინტერესებს ისეთი ხელისუფლების ყოფნა, რომელიც ხალხის წინაშე არ არის პასუხისმგებელი და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, ამიტომ ამბობს, რომ კი, აი ძალიან მშვენიერია. აი ეს არის ტრაგედია, რაც გვაქვს. ჩეხეთმა მიიღო ქართულ ოცნებამ, საქართველოს ყოფილი უпроსოდ მოქმედი თანამდებობის პირების, პროკურორების, მოსამართლეების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების დასანქცირების გაწყვეტილება და მოდით ერთი კითხვა ამ თემაზეც დავსვათ ამ დაგემშვიდობებით დასანქცირებულნი არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახოლიძე, პროკურორი ლაშა კოტრიკაძე და მოსამართლეები კობა ჩაგუნავა, ნინო გალუსტაშვილი და მიხეილ ჯინჯოლი. ну მაინც და ისევ უბრალოდ ის კითხვა, რომელსაც ამ თემის კონტექსტში ვსვავთ ხოლმე, როდესაც პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან სანქციების გაწყვეტილებების შესახებ ვიგებთ. როგორ ცვლის და რა გავლენას ახდენს თვითონ ქართულ ოცნებაზე მისი სხვა სტრუქტურის წარმომადგენლების დასანქცია. აი ნახეთ რა ხდება. როგორც კი იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სამართლიანად ხვდებიან ამ სანქციებში, უკვე ოცნებას აღარ რჩება ის რესურსი, რომ სხვა მხრივ დააჯილდოოს ისინი. აღარ დარჩება ერთ ლარად გასაცემი ჰექტარი მიწები, ხო, როგორც ვთქვათ, პაპუაშვილს დაუმტკიცდა, ხო, თავის დროზე კახეთში თუმე ვიღაცამ რო გადასცა და ლარად რო იჩუქა და ასე შემდეგ, ხო? აი ესეთი მიწები, როდესაც აღარ დარჩება, აი ამ მოსამართლეებისთვის, ამ პროკურორებისთვის, იმიტომ რომ მათი რაოდენობა მერე უკვე 100-ს გადააჭარბებს, დანარჩენები მიხვდებიან, რომ ხალხის ზიზღთან ერთად უკვე ქონებას ვეღარ მიიღებენ. რომ ხალხის ზიზღის ფასად ხო მიიღეს ეს ყველაფერი და იმ სამარცხვინო სტატუსის გამო, რომელიც აქვთ.
ამის ანაზღაურება ხდება აი ამ კომპენსაციით და აღარ მოხდება. ეს როცა აღარ მოხდება, უკვე დანარჩენებს ამის мотиваციაც აღარ ექნება და მიიღებენ უკვე ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სინდისთან მაინც იქნება თანხმობაში, ხო? იმიტომ რომ რეალურად ჯერ არ არის დამდგარი ისეთი ეპოქა, რომ ვიღაცა შენ გხრեց სწორი გადაწყვეტილების გამო. არა, ვიღაცა მაქსიმუმ რასაც გიკეთებს, ხო, როგორც მოსამართლეს. ეს არის რომ შეიძლება აი თბილისიდან უბრალოდ გაგიშვას, არ ვიცი, სადაც შენ არ მოგწონს. აი მაგალითად, არ ვიცი, ასპინძაში ან ახალქალაქში. ეგ არის და ეგ თავისი კომფორტის გამო ხალხს უშვებენ ციხეში უსამართლოდ და ამას ხალხი არ დაივიწყებს. მადლობა ბატონ ბაკურ, თქვენი შეფასებების გაზიარებისთვის, იმისთვის რომ დაგვიქმნათ დრო, დაგემშვიდობებით. ბაკურ პლაშილავა პასუხობდა ჩვენს კითხვებს, დღის ნიუსრუმიც ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე 11-ზე შევხვდებით. ნახვამდის.